1921 წლის 17 თებერვალს დილის 5 საათზე იუნკერთა სასწავლებელში საბრძოლო განგაში გამოცხადდა. ასეული ვარდეს განგაში! დაუჩქარეთ! Strafat! განგაშის მიზეზს არავინ კითხულობდა. უკვე ერთი კვირა იყო, რაც საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე ბრძოლები მიმდინარეობდა. ბოლო ცნობებით ლორეს რაიონში მოწინააღმდეგემ ქართული ნაწილების ალყაში მოქცევა და მათი დამარცხება შეძლო. როგორც ამბობდნენ, მტერი თბილისს უახლოვდებოდა. როგორ უნდა ვიომოთ? თბილისთან საცმელიც კი არა აქვს ბიჭებს. რამდენჯერ მოვითხოვე დახმარება. საფხულის თხელი ფარაჯები აცვიათ. გაიყინებიან სანგრებში. ნეტავ მარტო ტანსაცმელი იყოს ჩვენი გასაჭირო. ახლა ამაზე ფიქრის თუ აღარ არის, ალექსანდრა. ასეულო, სტორტი! სმენა! დორება სუაში! ბატონო გენერალო, იუნკერთა სასწავლებლის სალაშქროდ მოწყობილია. პატაკს გაბარებთ მაიორი ანანიაშვილი. თავისუფლად. თავისუფლად. მაწვილებო, ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება მოგეცათ თქვენი მოქმედებით დაამტკიცოთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, როგორც თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ ზუსტად შეასრულებთ თქვენს მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამშავროს წინაშე. არ დაგავიწყდეთ ველად ყოფნისას. თქვენი ყოველი ნაბიჯის მოწმე იქნება იგივე ცა, იგივე მიწა, იგივე ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობითა და უდრეკელობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ ძაღლს! ფაშა! 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 ფაშა!
თავისუფლად.